აბა, ჩემო კარგო ადამიანებო, აგიხდებათ თუ არა სურვილი, ეს პატარა მინი გაშლა გავაკეთოთ, აგიხდებათ თუ არა სურვილი და იყოს ეს სამ ვარიანტზე. პირველი, მეორე და მესამე. თქვენი ჩანაფიქრი რა სურვილსაც რა ოცნებაც გაქვთ, ასრულდება თუ არა, თითო არკანით ამოვიღებ უკეთსრავად. იცით რა არის, როგორც კი გაუშვებთ ამ სურვილს, როგორც კი გათავისუფლებით 24/7-ზე ამ სურვილზე ფიქრისგან და აი რატო არ მისრულდება, რატომ და სულ ამ მომენტის გარშემო რო იბზრიალებთ და ტრიალებთ, ხო? არა, როგორც კი ამ ყველაფერს გათავისუფლებით, გაუშვებთ და შეწყვეტ ამაზე ფიქრს, რაც იქნება, ხელს ჩაიქნევთ, ეგრევე აგისრულდებათ ეს ოცნება. დამერწმუნეთ, ოღონდ ეს რეალურად უნდა გაუშვათ, ისე კი არა რომ ეხა იძახი რომ გაუშვი, მაგრამ რეალურად ის მაინც მუშაობს თქვენზე. მეორე ვარიანტში, აბა რა ხდება მეორე ვარიანტთან ნახოთ, აქ ხდებათ ჩაფიქრებული სურვილი. არ გინდა თქმა? აგიხდებათ მეგობრებო და სხვა შორის აქ შეიძლება ვიღაცა სხვა ადამიანს დაგეხმაროთ. არ ვიცი, ვიღაცა ადამიანი, ვისაც ენდობით, ვინც ფიქრობთ რომ ბრძენია, ინტუიციურია, შეიძლება ვიღაც ვინმე ეზოთერიკსაც მიმართეთ. ყოველ შემთხვევაში ვიღაცის ხელდებით, ხელდასმით, პატარა წახმარებით ეს სურვილი აუცილებლად აქ ისრულდებათ. და მესამე ვარიანტი ვნახოთ ახლა. მესამე ვარიანტი ვნახოთ ახლა. აბა, აგიხდებათ სურვილი. ამას თქვენ მე პირველი ვარიანტი მიყურებთ თუ რა ხდება. კიდევ ერთხელ მიმარებ, როგორც კი გაუშვებთ მუდმივ აკვიატებას ამ სურვილზე და ჩაჯინებას და ჩაჭიდებას, რომ აბა დღეს, აბა ხვალ, აბა რატო არა, აბა ისი, აბა ასე, როგორც კი გაათავისუფლებთ ამ სურვილს თქვენი ბლოკებიდან, ესევე გზა ჩანს და ასრულება მოდის. მაგრამ ახლა სანამ ესე თქვენივე ენერგიებით დაბლოკავთ ამ სურვილს და ასე ვთქვათ, შეაბეზრებთ სამყაროსაც და თვითონ სურვილსაც, აბა სახილით, ხო? მანამდე არაფერი იქნება, მაგრამ როგორც კი გათავისუფლდებით აი ამ აკვიატებისგან, სურვილის ასრულებაც მოდის. კიდევ ერთხელ აქაც გავამეორებ, რომ ის რაც წუხელ ვისაუბრე, ჩანაწერი რაც დავდე, copyright დამიწერა და ანუ როგორც გავარკვიე, წინ მელოდია რომ წაუმძღვარე ამისი თემაა და ხა შეიძლება არც არაფერი მოყვეს და დიდი ალბათობით კი არა და არც არაფერი მოყვება, მაგრამ მაინც ჩემთვის არის უსიამოვნო, როცა რაღაც ჩემს არხზე რომელიმე ვიდეოს ეს აწერია. ამიტომ სავარაუდოდ ვისთვისაც საჭირო იყო ალბათ რომ გამეხმოვანებინა ის რაც გავახმოვანე, მათ უკვე ნახეს ეს ყველაფერი, მე ასე ვთვლი. და მოასწრეს ნახვა, ამიტომ საღამოს ავიღებ და არ ვიცი თუ მომეხასიათა ისევ და თუ სურვილი თქვენი მხრიდანაც იქნება, შეიძლება რაღაც სხვა კონკრეტულ თემას შევეხო და იმ თემაზეც ვისაუბრო, არ ვიცი, ვნახოთ. კარგით, უღრმესი მადლობა ნდობისა და ურთიერთობებისთვის, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.